Мегабро, ჩვენ უკვე მოვედით სავაჭრო ცენტრში да, смотри, как красиво. Да, класс. მივდივართ პირველ რიგში ზარაში. უნდა შევიძინოთ ალექსანდრასთვის. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ასე შემდეგ ნახოთ. Да, не были там. და მე უკვე წავალთ ბავშვთა გასართობ ცენტრში უნდა ძალიან ალექსანდრუშკას. წავალ ბავშვთა გასართობ ცენტრში და მე შეიძლება სადმე გემრიელად მივიქო. ესეც ჩვენი ზარა, მეგობრებო. Какое? Что тебе нравится? Покажи, что нравится. Сумочка! Ты прямо девочка. И бусы, да? Молодец. Пойдем дальше будем смотреть, что есть. Нравится тебе котик? Мы потом обязательно придем, тебе купим. А такой есть, а этот як Александра стоит, но. Да, есть у тебя такой. მე ალექსანდრუშკასთვის რაღაცა აი ესეთები მინდოდა. აი ესეთები. Какие? Вот такие? Это может для совсем маленьких? Да. Пойдем дальше смотреть. Пойдем сюда смотреть. Რაღაცა ეს კეთები მომწონს. Фикроб, რომ ყველაფერზე ლამაზი იქნება და პრინციპში ასენიც ძალიან момწონს. Აი ესეთები. Осторожно. Это балетки такие, да? Пойдет мне? Подойдет, конечно, тебе все идет. Тебе все идет. Мама. Ау. Не падай только, прошу. Мама. От Чехова. Ой, смотри, еще какие есть. Александра, смотри. Как красиво. Какую хочешь? Вот такую хочешь? Да. Что это такое, Александра? Платье. Ладно, посмотрим, подумаем, повешай. Ох, мертвая сила мазы. О, Александра, смотри, какая красота. Красиво? Нравится? Мне тоже нравится. Ой, мама совсем не моцонс. Ой, как красиво. Хмертво, кочи подарок. Так. Очень красиво. А у тебя же есть купальники. Давай это потом купим. Сейчас мы пришли за кроссовками, да? Тебе вот это больше всех понравилось, да? Პირველი ლუკი მეგობრებო, რომელიც ძალიან მოეწონა ალექსანდრას, პრინციპში ვფიქრობ მეც რომ ძალიან ლამაზია. ნახეთ რა სოხ. Осторожно, не упади, Александра. შევარჩიეთ ასეთი კედები, ჯერჯერობით, ახლა ჯერ ეს მოვისინჯეთ. სიმართლე გითხრათ, მე მაინც მომწონს მიკი მაუსებით რომ არის კედები და ეს კაბა მომეწონა, სხვათა შორის მშვენიერია. Александра, как тебе подходит? Класс. მეორე კაბა მეგობრებო. ესეთი. აუ ძალიან მომწონს, ეს მომწონს ძალიან. Ну что, тебе нравится? Классно? Нахეთ როგორი არის. Ай, ესეთი და ძალიან უხდება. Сзади повернись, котик. Повернись. Повернись. Назад покажи, что у тебя тут. Вот, ესეთი არის უკან ძალამაზი. Вау. Пойдем. Дальше примерять. Осторожно. Молодец, давай. Давай что-нибудь. Это мальчика. Нет, это для девочки. Это мальчика. Посмотри сюда. Если важно, Иди сюда.
ეს ჯინსები ძალიან მომწონდა, მაგრამ ჯერ ერთი რაღაცნაირად დიდი აქვს ალექსანდრას აი აქ 104 ზონა. Повернись. Мама, я огонь. Боже, как ты себя ведешь? Огонь. ეს ჯინსები მეგობრებო ესეთი. ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ჯერ ერთი რეზინზეა. Так, კარგად აქვს მომჯდარი. ნახეთ რა ლამაზია, ფეხსაცმელები ცხოთა შორის, კედები ძალიან მომწონს, ლამაზია. ალექსანდრა. მაიმუნობის ხასიათზეა. ეხლა მინდა კიდევ გავასინჯო 104 შარვალი. მე მგონი ეს მაისური უფრო უხდება. ვინ ჩამაცმევინა საერთოდ ნორმალურად? Александрушка, повернись. Класс, как тебе подходит. Так, повернись еще ко мне. Вот так. მოკლედ გადავწყვეტეთ, რომ ავიღოთ 104. სიგრძეში მშვენივრად აქვს და აი აქაც გადასარევად აქვს. ეხლა ზაფხულში თან ტანს ძალიან აიყრის და მაგას ჯობია რომ ავიღოთ უფრო დიდი. პრინციპში ესეც ძალიან კარგად აქვს 104. Всё. ყველაფერი ეხლა ალექსანდრუშკა მიბრძანდება ბავშვთა გასართო ცენტრში. ცოტა ხანი მეც დავჯდები, ყავას დავლებ და მე შეიძლება გავიდეთ და ვჭამოთ არ ვიცი, ან პიცა, ან ბურგერები. როგორც ალექსანდრა იტყვის, ისე გავაკეთეთ და ალექსანდრუშკა. ვიდეო ცენტრში, სადაც ალექსანდრას ჰქონდა დაბადების დღე. და ვფიქრობ, რომ Александра გაიწოда. Да. День рождения у тебя было, да? Мам, Нету сейчас день рождения. Мы сюда в центр пойдем. Вот как. Нажимай. Ну что, нравится? სახლში, მაგრამ ცოტა ხანში ისე უნდა გავიდეთ, ოღონდ ახლა უნდა გავიდეთ ივანთან ერთად, იმიტომ რომ წინა კვირას ალექსანდრას შევპირდით, რომ ვისეირნებდით ტრამვაით, ძალიან უყვარს ტრამვაიში, ტრამვაით მგზავრობა, ესე იგი რომ ჩაჯდება ხოლმე, ჩამოსვლა იქიდან არ უნდა. ცეკვიდან კვირაში ორჯერ დავდივართ ტრამვაით და
Сейчас я приду. და ამიტომ მოკლედ შევფერდით რომ ერთ რომელიმე დასვენების დღეს ესე ჩავიდოდით ბოლომდე და მე იქიდან გამოვყვებოდით და ჩამოვიდოდით ბოლომდე. ასე რომ კიდევ ასეთი გეგმა გვაქვს საღამოს რომ ალექსანდრა გავასეირნოთ ტრამვაით. ძალიან სასაცილოდ კი ჟღერს, მაგრამ რა ვქნათ ბავშვს ეს მოსწონს. ეხლა გაჩვენებთ მეგობრებო რა შევიძინე ალექსანდრასთვის, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ავარჩიეთ. ბევრი რამე მოვიზომეთ, მაგრამ იქიდან ავარჩიეთ სულ 3 რამე. გაჩვენებთ წინდებს. ალექსანდრუშკას ვუყიდე, ახლა აქ ვზივერ და ვხსნი, ესე, იმიტომ რომ მე ესე უკეცავ ხოლმე და ვაი. მოკლედ წინდები აუცილებლად ძალიან მიყვარს, ეს არის ბელარუსული, არ ვიცი საქართველოში იყიდება თუ არა, კონტე ქვია ამ ბრენდს და კონტეს აქვს kids ასევე საბავშვო ხაზი და ეს არის მაგალითად გეტრები, ნახეთ როგორი კარგია, იცით რა კარგი ხარისხია. ანუ რა თქმა უნდა ბურკლებს იკეთებს, მაგრამ ისეც არა, მაგალითად როდესაც რამე თურქულს როცა უყიდულობთ და ხო იცით ერთ გარეცხაში რო ბურკლს იკეთებს. ეხლა მე თქვენთვის მოვნახავ აი მანდ მაქვს ალექსანდრას ძველი, აი ესეთი და როგორ მდგომარეობაშია, ოღონდ მე თქვენ გეტყვით რომ ალექსანდრას ეცვა ალბათ ყველაზე ცოტა რო გითხრათ 1-20 ჯერ. ეხლა მოვნახავ და გაჩვენებთ შედარებისთვის რომ გავაკეთოთ ხარისხი რო. ვნახე ალექსანდრას ძველი ესეთი გეტრები, ეს არის ახალი. ეს არის ძველი, როგორც ხედავთ, არც თუ ისე ცუდად გამოიყურება. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა არის ბურკლიო, ნუ ორი აზრი არ არსებობს, ხო? მაგრამ მეგობრებო, მე აქ ვიყიდე თურქული კალგოტკები ალექსანდრასთვის და სანამ გამოიყენებ, ხო, რეცხავ, ესე იგი, ჩაცმულიც არ იყო, ანუ გავრეცხე და უკვე ბურკლი ქონდა და ლამის გავგიზნი მე და ბურკლი, ესე იგი, ძალიან წიკები მაქვს ხოლმე. მოკლედ, ეს არის ძველი, ეს არის უკვე ახალი და ესე ნელ-ნელა შევაგროვებთ ალექსანდრუშკასთვის და კიდევ ვიყიდე აი ესეთი კალგოტკები ვუყიდე ალექსანდრას. ესეც კონტესი, მე გავხსნით და გაჩვენებთ. ესეც არის კონტესი. ძალიან მომწონს, როგორც გითხარით, მათი ხარისხი და ყველაზე მეტად რა მომწონს იცით? ძალიან დიდი არჩევანი აქვს. აქვთ ნახატები, უნახატო, მაკარონკები, არა მაკარონკები, მოკლედ ძალიან დიდი არჩევანი აქვს და ყოველთვის მან ვარჩევ ხოლმე ალექსანდრასთვის კალგოტკებს და მსგავს. ივანი მუშაობს. ივანი თავის საქმეშია. так. ყველაზე მეტად მომწონს ყოველთვის ერთ ფერში კალგოტკა, იმიტომ რომ კაბას რო ვაცმევთ. ეს ნახატებიანი კალგოტკები რო აქვს და რო ვერ ვარკვევ. მოკლედ არ მომწონს, როდესაც არის ნახატებიანი კალგოტკები და მე რაღაცა კიდე ნახატებიანი კაბა, ხო? და ამიტომ მირჩევნია რომ მაგალითად აი ესეთი თეთრი და უბრალოდ რო ჩააცმევ, უკვე ლამაზად ჩანს, ხო? ანუ კიდე ამის ქვეშ რო კიდე ნახატებიანია, ხო ხვდებით როგორც გამოიყურება. და ესეთი 3 ცალი ფერი გვაქვს ახლა, ესეთი თეთრი, კოფეს მალაკო და ასეთი ნაცრისფერი. კიდე მინდა ვუყიდო ვარდისფერი, ზომა არ იყო. მოკლედ უფრო ერთი ზომით დიდი იყო ვარდისფერი და მეთქი მოჩაჩული კალგოტკები რა შეჭirdება თქვა და მე ან ჩემს დედამთილს ვთხოვ, იმიტომ რომ მათ სამსახურთანაც არის ასეთი დიდი სავაჭრო ცენტრი, სადაც კონტე იყიდება და ესენი მოკლედ ესენიც ძალიან მომწონს. გარდა ამისა, ნუ ეს კაბა ხო იცით მეგობრებო. წინაზე ნახეთ, მე მგონი თქვენთან ერთად არ მიყიდია ეს კაბა. მოკლედ არ მახსოვს, მაგრამ მომეწონა ზარაში, აი ეს კაბა და ვუყიდე ალექსანდრას დაბადების დღის შემდეგ. შეეხება დღეს. ვუყიდე ესეთი თეთრი, რომელიც თქვენ ნახეთ ვიდეოში. ძალიან მომეწონა, უბრალოდ მართლა ძალიან ლამაზია. ნახეთ უბრალოდ რა ჩიყვანულია ვგიჟდები ესეთ კაბებზე, რო გავდიოდი, გეუბნებოდით, რომ ვეძებ რაღაცა იდეალურ თეთრს. ანუ იდეალურ კაბას კი არა, იდეალური თეთრი მინდა, იმიტომ რომ წინაზე ვნახე და გადადიოდა რაღაცა ეს ვანილნეს, რაღაცნაირი თეთრი რაღაცა მოყვითალო ფერში რო გადადის, რძის ფერისკენ რო იხრება უფრო. ეგეთი არ მინდოდა, მინდოდა თეთრი, აი შარშა რო ვუყიდე ზარაში. აი თეთრი რო იყო. ეგეთი რომ მივედი, დააგხვდა და სხვათა შორის
ძალიან მოუხდა ალექსანდრას, უხდება ალექსანდრას ესეთი ფანარჩიკებიანი კაბები. ეს მეორე ზარას კაბა, ნუ ეს კაბა თვითონ აირჩია და რო არ მეყიდა ეს კი ბავშვი, ანუ თქვენც ნახავდით ვიდეოში, შევიდა თუ არა მაღაზიაში, პირველი რასაც მოკიდა ხელი იყო ჩანთები, მაგრამ ჩანთების ფული არ მქონდა სიმართლე გითხრათ და არც ვიყავით და არ ვფიქრობ, რომ არც სჭირდება ალექსანდრას ისეთი ჩანთები, როგორცაც დაადო მან ხელი. ვფიქრობ, რომ ერთი კარგი ჩანთა აუცილებლად უნდა ვუყიდო ალექსანდრელ გეგმებში, ნუ ჩანთა არ შედიოდა და ამის თანხა არ იყო გათვლილი, მოკლედ და ამიტომ ჩანთებისთვის არ შეგვიხედია და ჩანთებს დასტაცა ხელი და მეორე დასტაცა აი ამ კაბას. თავიდან სიმართლე გითხრათ, რაღაცა არაფერი მომეჩვენა, მეთქი არაფერი კაბა არ არის თქო. მერე რო შევხედე, ფერი ძალიან ისეთი არის, ბარბის ვარდის ფერი რო არის, ხო იცით, ძალიან ლამაზია. ქსოვილი არის თითქოს ძალიან თხელი ჯინსი და ალექსანდრამ რო ჩაიცვა, ისე მოუხდა, რომ მეთქი ყოჩახ ალექსანდრა რა კარგი რაღაცა აარჩია, თქო და აი ესეთი კაბა, ვფიქრობ, რომ სანდლებსაც ძალიან მოუხდება, კეტებსაც ძალიან მოუხდება და მოკლედ ესეთი ნათელი და ალექსანდრას უხდება ესეთი ფერები. როგორ მიხარია თქვენ ხოლმე. აი, საერთოდ ბოლოს ჩემთვის ტანსაცმელი როდის ვიყიდე, მართლა არ მახსოვს. კი, ალექსანდრას დაბადების დღისთვის ვიყიდე ქვედა ბოლო და თეთრი დიდი პერანგი. აი, ეს ბოლო პერიოდი არის რომ ჩემთვის ძალიან იშვიათად ვყიდულობ რამეს. უფრო მიხარია, როდესაც ჩემ შულს ვყიდულობ რამეს. უბრალოდ როგორ ვარ იცით? ანუ მე ვიცი რაც მაქვს და მე ეხლა ის სრულიად მაკმაყოფილებს. რატომღაც აი წინაზე გადავწყვიტე რა, ამას წინებზე გადავწყვიტე რომ არ მჭირდება ბევრი ტანსაცმელი. მჭირდაცებს რომ ვყიდულობდი სხვადასხვა ფერებს, რამდენი ტანსაცმელი მქონდა, რამდენი გავაჩუქე, ყველაფერი ჩავალაგე. ერთხელ რო ჩამოვედით საქართველოდან, გადავალაგე ყველაფერი და გადავულოცე ლენას. ისეთი ბედნიერი იყო, ისეთი გახარებული იყო. ვაიმე, ეს როგორ არ გინდა. დავიტოვე ჩემთვის თეთრები, რაღაცა ესეთი ღია ფერის ტანსაცმელი, ბეჟი ტანსაცმელი. ეს არის ჩემი, ხვდები და ვგრძნობ. აი ეს წითელი სტაფილოსფერი და ასე შემდეგ. მაქვს მაგალითად წითელი ერთი კაბა, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ხვდები რომ აი ესეთი ფერები ეხლა ამ ეტაპზე ჩემი არ არის. ეხლა მომწონს თეთრი, შავი, აი ესეთი ცისფერი, ბეჟი. ეს არის ეხლა ჩემი და ტყუილა რომ იდოს არ მინდა და ამიტომ გადავულოცე ჩემს ლენაჩკას. მოკლედ ეს რაც შეეხება ამ ვარდისფერ კაბას. მოკლედ ეს ყველაფერი იმას მოაყოლე რომ ჩემთვის არ ვყიდულობ ტანსაცმელს, იმიტომ რომ ვიცი რომ მე ახლა არაფერი არ მჭირდება. ზაფხულში კი ბატონო, ზაფხულში მინდა თეთრი სარაფანჩიკები, ბეჟი სარაფნები, რაღაც ლამაზი ჩანთები. ანუ ზაფხულში მინდა, მაგრამ ზამთარში ახლა მირჩევნია რომ ალექსანდრუშკასთვის მეყიდა რაც სჭირდებოდა. შემდეგი არის მეგობრებო ესეთი ჯინსი. ძალიან მომეწონა. წინაზე მე და ივანი ვიყავით ზარაში და მაშინ გავგიჟდი ესე იგი, მეთქი ვაიმე შლიაქსი შარვლები იყიდება, ჯინსები და აუ ალექსანდრას როგორ მოუხდება და მოუხდა სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ალექსანდრა არის თხელი და მაღალი. ანუ მაღალი და ეხა ეს არ არის, მაგრამ ანუ გრძელი ფეხები აქვს, თხელი, ესე წვრილი, ბალერინაჩკასი. და ეს ჯინსები ძალიან მოუხდა, მაგრამ რომ თხელი წელიც აქვს, ანუ ვიწრო, ანუ ღიპი არ აქვს, აი ძალიან თხელია აქ და ეს შარვალი ზევიდან ქონდა ფართო. ნუ გასაგები არის, რომ სჭირდება ქამარი. კარგი, გაგვიკეთებია ქამარი, მაგრამ არ აქვს ეს ელვა. ანუ ხო არის ღილი და ხო უნდა ქონდეს ელვა. ელვა არ აქვს და ანუ დირეჩკა ჩანს რა, ეს დიდი რო აქვს აქ. დირკა უჩანდა და ძალიან უშნოდ ჩანდა და ამიტომ მეთქი კარგი არ გვინდა შლიაქსი და ესეთი ჯინსის ძალიან ისეთი ლამაზი შარვალი გამოვაყოლეთ ხელს. ამას წინებზე თქვენთვის არ მიჩვენებია, ახლა გაჩვენებთ. ამას წინებზე ვუყიდე ალექსანდრას ზარაში, აი ესეთი მაისური. და ეს მაისური და ეს ჯინსები ერთმანეთს მინდა გითხრათ რომ ძალიან უხდება. ეხლა რომ მოვედი სახლში, ეხლა აღმოვაჩინე ეს, სულ არ მახსოვდა რომ ეს ნაყიდი მქონდა. ეს ძალიან უხდება. ასევე წინაზე ვუყიდეთ ალექსანდრას აი ეს ესეთი და ესეც ძალიან უხდება.
კიდევ ვუყიდეთ ესეთი მაისური თეთრი. ნახეთ როგორი გული აქვს. ესეთი იყო ადრე სხვადასხვა ფერები, ვარდისფერი იყო და ხარაშო, ვარდისფერი იყო და რაღაც ესეთი ფისტაშკის ფერი. რატომღაც მახსოვდა რომ ორი ვუყიდე ეს, მაგრამ არა, ერთი მაქვს ნაყიდი. ნუ მოკლედ ახლა ჯინსი და თეთრი მაისური რომ ერთმანეთს უხდება აქ რომ ორი აზრი არ არსებობს, ვიცით. ძალიან ლამაზია ორივე ერთად. და ბოლოს ესეთ წინაზე ვუყიდე Next-ში, ესეთი პერანგი, ნახეთ როგორი ლამაზია, როგორი ნაზია და სათუთია. ეს და ეს ჯინსიც ერთმანეთს ძალიან უხდება და საფხულშიც გამოიყენებს ალექსანდრა ის საღამოს, აი გრილი საღამო რო გვაქვს მაგალითად საქართველოში, მაშინ მშვენივრად გამოიყენებს ალექსანდრა. მერე უკვე მეგობრებო, ეხლა ვფიქრობ რომ 1-3 მაისური დასჭირდება კიდევ, ფეხსაცმელები დასჭირდება. სანდლები არ ვიცი გაჩვენეთ თუ არა, მაგრამ უცბად გაჩვენებ პარემ სანდლებსაც. ამ სანდლებზე მეკეტება, ეს არის ასევე ბელარუსული ბრენდი Neumann, ესე ქვია, ესეთი სანდლები. ეს ვუყიდე ალექსანდრას დაბადების დღეზე, კაბასთან ჩასაცმელად, ერთი კაბა აჩუქა ბებიამ, ცისფერი დაბადების დღეზე ეცვა, ესეთი სანდლები ძალიან, ანუ სხვადასხვა ფერებში გადადიოდა და იმ კაბას აქვს ესეთი ფერიც და ფერები ძალიან მოუხდა. ეს სხვათა შორის ივანს ყოველ დღესასწაულზე სამსახურში ჩუქნიან სერტიფიკატებს, რომელიც შეგვიძლია გამოიყენოთ სახელმწიფო სავაჭრო ცენტრებში და სულ მემაძლევს ხოლმე შენ წადი, შენი იყოს და ეხლა ამჯერზე რო წავედი, ეხლა რო აჩუქეს. მეთქი ჩემს ვიყიდი რაღაცასკო. ვიარე არაფერი არ მომეწონა და მე ესენი ვნახე 78 რუბლი ღირდა. დაგვრჩა კიდევაც ფული, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ის უნდა გამოიყენო და იქ დავამატეთ მაისურებით რაღაცეები. ვიყიდეთ და მოკლედ აი ესე ივანის სამსახურიდან ალექსანდრას უკვე აქედან დაგემშვიდობებით. ჩვენ უკვე გავალთ, ახლა ივანმა უკვე შემომძახა რომ მოურჩიო ყველაფერსო. როგორც იქნა. და წავალთ ახლა ჩვენ, გავისეირნეთ და მე სახლში რომ დავბრუნდებით, გეგმაში გვაქვს მე და ჩემ ქმარს, რომ გავაკეთოთ სტეიკები. გუშინ ვიყიდეთ ხორცი და დღეს გვინდა რომ მოვიმზადოთ საღამოს ვუყუროთ ფილმს. და всё. კოცით ყველას ძალიან ბევრს აქტიურად ვიქნები ისევ YouTube-ზე, მეგობრებო, ხანდახან არის ხოლმე დღეები, რაღაცები მაქვს შესაკერი, ბევრი საქმე მაქვს ხოლმე და ასე ვზივარ, ჩემს საქმეებს ვაკეთებ და მე რა თქმა უნდა დრო აღარ მრჩება ხოლმე ვიდეოების გადასაღებად. მთხოვენ ხოლმე სხვათა შორის რომ კერვის, ხელ უნდა მეთქვა კოცნის პროცესი. კერვის პროცესი რა გადავიღო. გეგმაში მაქვს ძალიან კარგი რამ. და ვფიქრობ მე ამ ყველაფერზე, იმიტომ უფრო სხვა გეგმები მაქვს სიმართლე გითხრათ. და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მალე განმახორციელებ ყველაფერს. კოცით ყველას ძალიან ბევრს და შევხვდებით შემდეგ ბლოგში. მეძახიან უკვე.